მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით კიდევ ერთი ექსკლუზიური ვიდეოთი, რადგან დღეს ძალიან მოთხოვნად და ბევრს რო ლაპარაკობენ ეგეთ smartphone-ებზე გვექნება ვიდეო Honor 600 და 600 Pro. კი, ეს 17 Pro Max-ი შეიძლება გეგონოს ადამიანს, ეს ჩვეულებრივი 17, მაგრამ ხო, iPhone-ი არ არის. ამ მოდელის გაყიდვები საქართველოში ჯერ დაწყებული საერთოდ არ არის. ეს ვიდეო წესი 19 მაისიდება და 20 მაისიდან იწყება უკვე ამ მოდელის გაყიდვები საქართველოში ოფიციალურ გაყიდვებს გულისხმობ. სხვათა შორის Fold 7-ზეც ჰქონდა ჩვენ ეგეთი ვიდეო გაკეთებული, საქართველოში კი არა, მსოფლიოში რო არსად არ იყიდებოდა ჯერ, მოვახერხეთ და პირველებმა გადავიღეთ YouTube-ზე განხილვის ვიდეო. ამიტომ ესეთი ვიდეოებს რა აკლია ხოლმე, ლაიქები, კომენტარები, გამოწერების მომატება. დიდი თხოვნამ ექნება ეგ გააკეთოთ, ვისაც ეს კონტენტი მოგწონთ და გაინტერესებთ, მოტივაციის გარდა არაფერს არ მაძლევს, თქვენი კომენტარი, ლაიქი, ნახვები, ფულს ესე პირდაპირ არ მაძლევს. ამას იმიტომ ამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგი არის ისეთი ხალხი, რომ აი რას ფიქრობს ხოლმე, იცით, აი მე რო დაგილაიქო, შენ ფულს იღებ მაგით და მე რა არაფერს არ ვიღებ და რომც ვიღებდე ხალხო, თუ გაინტერესებთ, ეგრე შეგიძლიათ გამოხატოთ დაფასება. ამ თემაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, პირდაპირ გადავიდეთ smartphone-ებზე, დაახლოებით 1 კვირაა, რამოდენიმე დღით მეტია, რაც ორივე ჩემს ხელშია, სხვადასხვა ფერებით, იმითი და ამითი, ორივეს, შეძლებს დაგვარად ტვირთავ, ვიყენებ, ტესტავ და დავიწყოთ იმით, რომ რატო არის ესეთი აქტუალური. პირველ რიგში რამაც გამოიწვია ჩემი აზრით, ეს არის ვიზუალური ნაწილი, შეხედავ და ფერის ნაწილიც ხო ვიზუალი ფერია იგივე, შეხედავ 17 Pro Max-ია. შორიდან შეიძლება ვერ გაარჩიო რა. აი ხა ეს ერთი კამერა ფორმით ნამდვილად განსხვავებულია ვიდრე 17 Pro Max-ის, მაგრამ ეხა სადღაც 20 და 30 მეტრიდან ამ კამერის ფორმას ნამდვილად ვერ დაინახავ. ამ ორ მოდელს აქვს საკმაოდ ბევრი საერთო დეტალი. დავიწყოთ მაგალითად ეკრანით. ორივეს აქვს 6.57 ინჩიანი AMOLED ეკრანი 120 განახლების სიხშირით და რაღაც არარსებული ციფრი 8000 ნიტიანი პიკურის სიკაშკაშით. ანუ ეს 8000 ნიტი არარსებული, იმიტომ ვთქვი, რომ ძალიან ბევრია. მართლა აქვს რა მაგდენი, ახლა ძალიან მზეზე რო გახვიდე, გამორიცხულია, რომ ეკრანზე რაღაცა ვერ დაინახო. მაგრამ მეორე დეტალია ის, რომ ეგეთ მზეში და ეგეთ პაპანაკებაში და ეგეთ სინათლეში ხშირად ნამდვილად არ ვიმყოფებით. ასევე ორივე მოდელის საერთო დეტალი არის 7000 მAh-იანი სილიკონ-კარბონის ელემენტი და Honor-ები უკვე არც თუ ისე ცოტა ხანია, რაც ამ სილიკონ-კარბონზე და ამ მAh-ის დიდ ციფრებზე არიან გადასული. ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ მართლა ძალიან კარგად ამართლებს, არა მარტო 600-ებში, არამედ 400-ებშიც, ბიუჯეტურ ვერსიებშიც, X8B რო ავიღოთ და ასე შემდეგ, ფლაგმანებშიც. აი ხა მაგალითად დედაჩემს რამოდენიმე წლის წინ უყიდე Pixel 6, იმიტომ რომ უნდა და უბრალოდ ისეთი smartphone, რომელიც არ გაუჭედავდა რა. თორე ხა გეიმინგი და გადაღება დედაჩემს ყველაზე ნაკლებად დაინტერესებს. აქამდე ქონდა ძალიან ბიუჯეტური რაღაც A სერიები და ხა სად Pixel-ი და სად A სერია და მეთანხმებით სისწრაფეში, ოპტიმიზაციაში და ყველაფერში, მაგრამ ყველაზე მეტად გააწამა ელემენტმა. Pixel 6 ძალიან ცუდია ელემენტში, პირდაპირ ვთქვათ, რომ თან როცა სულ გარეთ ხარ 5G-ს იყენებ, აპლიკაციებში ტვირთავ და ასე შემდეგ. ეხლა აქვს Honor 400, აი ამის წინა მოდელი და ელემენტში, სადა დედამიწა არის, რა თქმა უნდა, განსხვავება. გადაღებით შეიძლება Pixel-ს ვერ აჯობოს, მაგრამ როგორც ასეთი smartphone-ი, რომელიც გინდა იმისთვის, რომ აპებისთვის გამოიყენო დიდი ხანი გაგიწოს ელემენტმა, ნელი არ იყოს სისტემა კარგი ქონდეს და ასე შემდეგ, Honor 400 მაგ შემთხვევაში იდეალურია. 600-ში კიდე დაიხვეწა მაგალითად კამერა, ორივე მოდელს აქვს მთავარი 200 მეგაპიქსელიანი და ამ ბიუჯეტში, როგორც ამბობენ, არის ყველაზე დიდი სენსორი გამოყენებული. ორივე მოდელში. მეორე კამერა არის 12 მეგაპიქსელიანი, ამ არა Pro-ს მესამე კამერა როგორც ხედავთ არ აქვს და Pro ვერსიაში დამატებული გვაქვს მესამე კამერა, რომელიც არის 50 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო 3.5 ოპტიკური X-ით. ფოტოებზე შემიძლია ვთქვა ის, რომ გამოდის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი. აი ხა ის პირადად ჩემთვის smartphone-ებში ეს 8K ვიდეოს გადაღება 200 მეგაპიქსელი და ზოგადად აი ძალიან დიდი ციფრები არის ძალიან ხშირ შემთხვევაში მარკეტინგული ხრიკი. პირობითად ეხა ამ Honor-საც და ამ Honor-საც 200 მეგაპიქსელი აქვს თავარი კამერა, ისევე როგორც 5000 და 4000 ლარიან Samsung-ს და ვიღაცებს, მაგრამ ეხა გადაღებაში რა თქმა უნდა სხვაობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ალბათ ბევრმა იცით ისედაც უკვე, რომ კამერა არ ფასდება მეგაპიქსელის ციფრის რაოდენობით, ისევე როგორც ოპერატიული არ ფასდება, რაც უფრო მეტია, უეჭველი უკეთესია, ისევე როგორც ელემენტი, ხო მაგალითად, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც 4000
500 მილიამპერიანი ელემენტი ბევრად გამართულად და დიდხანს მუშაობს, ვიდრე 5000-იანი ან უფრო მეტიანი. ეს ყველაფერი არის ბევრად სხვა რაღაცაზე დამოკიდებული. კამერების შემთხვევაში მაგალითად მეგაპიქსელზე ბოლოს უნდა იფიქროთ, იმიტომ რომ მთავარი არის სენსორი, რა ბრენდის არის, რომელი მოდელის სენსორი არის გამოყენებული, ლინზები და ასე შემდეგ. პლუს მაგას, რა თქმა უნდა, პროგრამული დამუშავებაც. თორე ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი შედარებით ბიუჯეტური smartphone არსებობს, რომელსაც უკან 64 მეგაპიქსელი და 108 მეგაპიქსელი აწერია და ძველი პიქსელის და iPhone-ის 12 და 10 მეგაპიქსელი მაგ 64 და 108 მეგაპიქსელს კრეხდა შუაზე. სწორედ ამას გულისხმობ, ანუ მეტი მეგაპიქსელი არ ნიშნავს უკეთეს გადაღებას, მაგრამ ეს რამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ აი ამ მოდელების შემთხვევაში გინდ არაპრო იქნება, გინდ პრო იქნება, გადაღება არის მართლა დამაკმაყოფილებელი. სიმძლავრის ნაწილს რაც შეეხება, ამაში გამოყენებულია Snapdragon 7 Gen 4, რომელიც არ არის ფლაგმანური, არ არის wide და გეიმინგისთვის და ასე შემდეგ გათვლილი, მაგრამ არის საშუალო დონის, აი app-ებში და ცოტა გეიმინგს თუ შეურევ გაკაჩავს და აქ უკვე გამოყენებულია წინა წლის ფლაგმანური ჩიპსეტი Android-ებში რაც იყო Snapdragon 8 Elite. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ აი ამის წინა მოდელზე გავგიჟდი და გადავირიე Honor 400 Pro-ზე და ვინც ჩემი რჩევით და ზოგადად რა ვიცი თავის გადაწყვეტილებით ეგ მოდელი შეიძინა, მე უკმაყოფილ არავინ არ მინახავს. მართლა ძალიან გამართლებული იყო და შარშან რა საფასო ბიუჯეტშიც ეგ იყო, მაგას თავისფაში კონკურენტი არ ყავდა. ნუ ეს არის mid-range კატეგორია, ასე ვთქვათ, არ არის ფლაგმანი, არ არის ბიუჯეტური, საშუალოც რასაც ეძახიან სუსტად ეგ კლასი არის. Honor-ში ბიუჯეტურები არის X8 და ასე შემდეგ, ფლაგმანი არის Magic სერია. Magic 8 Pro არის ხა ბოლო გამოსული. 7 იყო მაგის წინა, მაგასაც ძალიან მოვიხიბლე, ვიდეოს გადაღებული გვაქვს. ნუ სისტემა რა თქმა უნდა არის Android-ი, Magic OS-ი, უფრო კონკრეტულად Honor-ის სისტემა, რომელიც მომწონს გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, აქვს რაღაც მინუსი, მაგრამ უმინუსო სისტემა არ არსებობს დამეთანხმებით ალბათ მაგაში. პირადად ჩემთვის ფლაგმანი იქნება ბიუჯეტური თუ mid-range-ი, რაც ახლა ხელში მიჭირავს. ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. არის ოპტიმიზირებული, არ არის ძალიან გადატვირთული ისევე როგორც სხვა Android-ის ვერსიები, ბევრი არის ახლა ეგეთი რომ აღარ ჩამოვთვალოთ. და ნუ თავის ინტერფეისი, სიმარტივე, ანიმაციები თუ რაც იქნება, AI ფუნქციები ასევე რომ დავამატოთ, მე ძალიან მომწონს. კონკრეტულად Pro მოდელში 400 Pro-ში ბევრად მომწონდა ეკრანი, ვიდრე აქ მომწონს. აქ არ გულისხმობ ახლა ჰერცებს, ეკრანის ტიპს და ასე შემდეგ. გადასული ეკრანი ქონდა 400 Pro-ს ძალიან სასიამოვნოდ გამოსაყენებელი, ამას როგორც ხედავთ აქვს სწორი. თუმცა ნუ ეს ინდივიდუალური დეტალია, ზოგს ის გადასული იმიტომ არ მოწონს, რომ შესაბამის ბრონებს ვერ ყიდულობენ, ყველა მარტივად ზურება, მე მაგალითად ბრონს საერთოდ არ ვიყენებ. ხო, კიდე აი ბრონზე და უსაფრთხოებაზე მინდა მეხსენებინა, ორივე მოდელში გვაქვს IP68 და 69K დაცვა. ეხლა მოდი ამაზე განვავრცოთ ცოტა, პირობითად მე როდესაც ვიძახი ბევრ ფუნქციაზე, რომ არის მარკეტინგი და მეტი არაფერი. 200 მეგაპიქსელი იქნება, 8K ვიდეო გადაღება იქნება, რომელსაც არავინ არ იყენებს და რომც გადაიღოთ, სად უნდა წაიღოთ. აი ხა 8K-ს გახსნა რომელ ტელევიზორს და რომელ ტელეფონს შეუძლია თქვენი აზრით. თუ არის ეგეთი 1%. დავანებოთ თავი იმას, რომ 5 წუთიანი ვიდეო რო 8K-ი გადაიღო, მეხსიერება გადატენილი გაქვს. ანუ მარკეტინგის გარდა არაფერი არ არის. რაც შეეხება ამ დაცვას IP68 და 69-ს, უფრო ნაკლებად არის მარკეტინგი, ვიდრე ის მეგაპიქსელები და 7000 რამი და ასე შემდეგ, რასაც ხშირად იყენებენ ხოლმე უბრალოდ იმიტომ, რომ იმ ხალხზე გაასაღონ პროდუქტი, რომლებიც რაღაცეებში ვერ ერკვევიან. ნუ მაგალითად IP68 smartphone-ს იცავს წყლისგან და მტვრისგან, ახლა რომ ჩააგდო წყალში მაგალითად არ გადაიწვება, არ გაითიშება ეკრანი და ასე შემდეგ. 69K არის ექსტრემალური პირობებისთვის უფრო, რომელიც მაღალი ტემპერატურის წყალს უძლებს და ასევე წნევას უძლებს, დიდ წნევას, აი პირობითად რა ვიცი, ხა აქციაზე რო ხარ და რო გასხამენ რა იმას, ნაპორი რუსული სიტყვაა, მაგრამ ვერ გავიხსენე ისი თქმა მინდა მიხვდით ალბათ. აი მაგას უძლებს. ეგეთი რაღაცეები, რაღაც მხრივ მარკეტინგია, მაგრამ ვაიდა მოხდეს ეგეთი სიტუაცია, რომ ვიღაცა რაღაცას გასხამს, სადღაც წყალში ჩაგივარდა და ასე შემდეგ, მაგაში მართლა გეხმარება. მოკლედ, ვისთვის არის შექმნილი არაპრო ვერსია. მარტივად გეტყვით. აი ხომ მოგიყევით დედა ჩემი Honor 400 იყენებს და ძალიან კმაყოფილია თქვა. ის უბრალოდ ეგეთი ხალხისთვის არის, ვისაც თამაში არ აინტერესებს, გადაღება უნდა დამაკმაყოფილებელი კონდეს, ელემენტი უნდა კარგი კონდეს და უნდა რომ აი ხა WhatsApp-ი, Viber-ი, Facebook-ი, რაღაცა სოციალები არ გაუჭედოს, მეხსიერება შესაბამისი კონდეს და ნუ სისტემურადაც და ყველანაირად კონდეს ისეთი smartphone-ი, რომელსაც 1 და 2 წელში არ შეცვლის. ხოლო რაც შეეხება Pro ვერსიას, Pro ვერსია არის უკვე უფრო მეტი
მეტს ვინც ითხოვს იმათთვის, იმიტომ რომ ეს უფრო ფლაგმანისკენ გადის. გადაღება ოდნავ უკეთესი აქვს მესამე კამერასაც თუ ჩავთვლით. ჩიპსეტი აქვს ისეთი, რომელიც ეხა მარტო Facebook-ში სკროლვაზე და TikTok-ში სკროლვაზე და მეილების მიწერაზე არ უნდა გამოიყენო, ბევრად მეტი შეუძლია. გულისხმობ, ითამაშებ კიდევაც საკმაოდ კარგად. ელემენტიც თან, 7000 მAh-იანი ხელს გიწყობს და პლუსი შეგვიძლია ძალიან მარტივად, რატომაც არა, გავიყვანოთ 80 ვატიანი კაბელით დამუხტვის მხარდაჭერა. ხო, ეგ ადაპტერი სხვათა შორის 5-შივე მოყვება ყველა Honor-ს განსხვავებით სხვა ბრენდებისგან. iPhone-ს აღარ მოყვება, Samsung-ს აღარ მოყვება, ბევრს აღარ მოყვება კიდე. ფასები რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ არის რაღაც შეზღუდვები, რასაც ბრენდი აწესებს უშუალოდ და იქ ძალიან მისაღებიც არის და ეგრეც უნდა იყოს. ერთი დღე მოიცადეთ, მეგობრებო, 19-ში ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, ხვალ 20-ში უკვე ფასებს გაიგებთ, ხოლო 20-ში ან 21-ში ვინც უყურებთ, ფასები უკვე ისედაც ცნობილია, შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე, სადაც იყიდება, ბევრგან იყიდება და ნახოთ ზუსტი ფასები. აი ეს რა ფასშიც იყიდება, მე ხო ვიცი თქვენ მე გაიგებთ. პირდაპირ კეთყვით რა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ამაზე ძლიერი smartphone ამ ფასში არისო. დაგეთანხმებით თუ იგულისხმებთ იმ დეტალს, რომ ჩიპსეტი აქვს უკეთესი, უფრო ძლიერი. კი, Poco არის მაგალითად ერთ-ერთი, რომელიც ამ საფასო კატეგორიაში Honor 600-ზე ძლიერია, მაგრამ მე სულ ამბობ ხოლმე რა, როცა ბიუჯეტურს ან საშუალო ბიუჯეტურს ყიდულობ, რაღაცა უნდა დათმო, რომ რაღაცა მიიღო. პირობითად ეხლა ჩიპსეტიც მაგარი კონდეს, კამერებიც ვაიდე და კონდეს და ყველაფერი ვაიდე და კონდეს, ეგეთი ფლაგმანებია მეგობრებო და უნდა გადაიხადოთ არა 2000 და 1500 ლარი, ახალში გულისხმობ რა მაღაზიაში, უნდა გადაიხადოთ 3000, 4000, 5000 და ასე შემდეგ. ხო და ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ პირობითად რაღაცა Poco-ს ამაზე ძლიერი ჩიპსეტი აქვს, არ აქვს მსგავსი პირობითად კამერა. იდეაში ხა ჩამოთვალს აღარ დავიწყებ, უბრალოდ აზრს მიხვდებოდით ალბათ რა, რაღაცა ძლიერს როცა აირჩევ, იქ რაღაცა სუსტი ხდება. ანუ რაღაცის მიღება თუ გინდა, რაღაცას უეჭველით მოფ. მოკლედ ამ ჩემი დაახლოებით ერთკვირიანი გამოყენების შედეგებიდან გამომდინარე ელემენტზე შემიძლია ვთქვა ის, რომ პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ Pro-ს უფრო ვიყენებდი ვიდრე არა Pro-ს. Pro საკმაოდ კარგად ძლებს, იმიტომ რომ ბევრი გადავიღე, ეხა ახალი ტელეფონი რო გიჭირავს განსახილველად რო გაქვს და ასე შემდეგ, იღებ რა გინდა არ გინდა. თამაშებიც იყო გადმოწერილი მე თვითონაც რაღაც PUBG და რაღაცები დავამატე. FPS-ი 120 მაქსიმალური აქვს ზოგადად, მაგრამ ეხა რო გითხრათ ვაი და ჩაკეტილია თქო მოგატყუებთ. ჩაკეტილი FPS-ი ცოტა ისეთი თემაა smartphone-ში რა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თამაშსაც გააჩნია, PUBG ზოგადად მაგარი არა ოპტიმიზირებული თამაშია, ამიტომ მაგაზე რო ტესტავენ ხოლმე ყველა smartphone-ს, ჩემთვის ცოტა უცნაურია. ტემპერატურასაც შეეხება გულისხმობ მხოლოდ Pro ვერსიაში. თბება თამაშის დროს, მაგრამ არ ადის იმ კრიტიკულ ტემპერატურამდე, რაზეც პირობითად პიქსელი ადიოდა, როცა ვთამაშობდი, 10 Pro იქნება, 9 Pro იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. ეხა პიქსელი სიცხელეზე და სითბოზე და გაცხელებაზე და ჩიპსეტზე უარყოფით ნაწილში პირველი პიქსელი მახსენდება, იმიტომ რომ, რავი, რა უნდა გაგახსენდეს სხვა. და ორივე smartphone საბოლოო ჯამში პლუსი და მინუსიც ბევრი აქვს. მარტივად დავუწერ ეხა 10 ბალიანი შეფასებით, ჩემი გემოვნებით და იმ გამოყენებით და გამოცდილებით, რაც ამ დროის განმავლობაში დაახლოებით ერთ კვირაში მივიღე, Honor 600-ს, არა Pro ვერსიას 10-დან დავუწერდი 6.5 7Q-ს. მიზეზები უკვე ჩამოთვალე, იმიტომ რომ ყველასთვის არ არის ეს smartphone, რაღაც შეზღუდვები მაინც გექნება, ხოლო 600 Pro-ს 10-დან დაუწერდი ალბათ 7.5 8Q-ს. ეს შეფასების კრიტერიუმი არის მხოლოდ ამ კატეგორიის smartphone-ებში და ეხა არ ვადარებ ამას iPhone 17 Pro Max, S26 Ultra-ს, OnePlus 15 და ასე შემდეგ, არც როგორ უნდა შეადარო, ეხა ისინი ფლაგმანები არიან, ესენი არც ერთი არ არის ფლაგმანი. ბრენდი ძალიან მომწონს Honor-ი, არ მომწონს ბიუჯეტურები. არ არსებობს იდეაში ისეთი ბრენდი, რომელშიც ბიუჯეტური ვერსიები მომწონს. არც Pixel-ის A სერიები არ მომწონს, ეხლა Samsung-ის A სერიები როგორ უნდა მომწონდეს, არც Honor-ში არ მომწონს, არც Poco-ში, არც Realme-ში და არც Oppo-ში და აბსოლუტურად არც ერთში, იმიტომ რომ ფასსაც ისე ცადებენ რა, მიხვდით რაშია საქმე, ეხლა ბიუჯეტური ქვია, იმიტომ 500-600 ლარი ღირდეს, ოკეი კიდე, მაგრამ ეხლა A სერია რო 1200 და 1400 ლარი ეღირება. რა ლოგიკით. მოკლედ, სულ ეს იყო რისი თქმაც მე თქვენთვის მინდოდა. ვიდეო თუ მოგეწონათ, დიდი თხოვნა იქნება დალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ სარისხილაკი. გისურვებთ ყველას წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.